დონალდ ტრამპის მორიგი ხელმოწერა ახლა საავიაციო უსაფრთხოების დოკუმენტსაც აწევს. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში სამხედრო ვერტმფრენი სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა და 67 ადამიანი დაიღუპა, პრეზიდენტმა დისკუსია პოლიტიკურ წრილში გადაიყვანა. მომხდარი ჯო ბაიდენს და მის პოლიტიკას გადააბრალა და ავიაციაში მანამდე განხორციელებული საკადრო გადაწყვეტილებების გადახედვაც ბრძანა. შემდეგ კი გააკეთა დაშვება, რომ შესაძლოა ავიაკატასტროფა მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამას უკავშირდებოდეს. რატომ ვფიქრობ ასე? იმიტომ რომ საღი აზრი გამაჩნია. შესაძლოა მიზეზი სწორედ ეს ყოფილიყო. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რამ გამოიწვია შეჯახება, მაგრამ გვაქვს ზოგიერთი ძალიან ძლიერი მოსაზრება. ავიაციის მიმართულებით ჩვენ მაღალი სტანდარტი დავაწესეთ, ბაიდენმა კი ის დაწია. საქმე იმაშია, რომ არის საკითხები, რომლებიც ტვინის ძალითა და ფსიქოლოგიური ხარისხით უნდა გადაწყვიტო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რაზეც თანამშრომლებთან მუდმივად მუშაობთ. ბაიდენმა ეს მიდგომა გააუქმა. ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია აქტიურად ახდენდა იმ ადამიანების რეკრუტირებას, რომლებსაც ჰქონდათ მძიმე ინტელექტუალური, ფსიქიკური, მენტალური და ფიზიკური პრობლემები. ეს ყველაფერი კი DEI-ის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამის ფარგლებში მოხდა. ჩვენ ვიცით, რომ ორი თვითმფრინავი ერთსა და იმავე დონეზე დაფრინავდა და ეს არ უნდა მომხდარიყო. გამოძიება პროცესშია. გამოძიება პროცესშია, თუმცა ტრამპისთვის ამას ხელი არ შეუშლია ვერსიებზე ესაუბრა. პრეზიდენტი მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა და არა მხოლოდ მისი დაშვებების გამო, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უმცირესობების კომპეტენციას აყენებს ეჭქვეშ, არამედ იმის გამოც, რომ ქვეყნისთვის მძიმე წუთებში კვლავ ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული დღის წესრიგისთვის მოიცალა. ერთია ინტერნეტ ექსპერტები, რომლებიც შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ და მეორეა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შემოდის უსარგებლო სპეკულაციით. მაშინ, როდესაც ცხედრებს ჯერ ისევ ექსპერტიზა უტარდებათ, მათ ოჯახებს კი ამის შესახებ ატყობინებენ. ეს უბრალოდ გულისამრევია. ეგრეთ წოდებული DEI-ის პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივით შემუშავდა. ის მიზნად ისახავდა ფედერალურ სტრუქტურებში უმცირესობების დასაქმებას და მათ ხელშეწყობას. საუბარია აფრო-ამერიკელებზე, LGBTQ საზოგადოებაზე, ქალებზე, სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზე და ეთნიკურ უმცირესობებზე. დემოკრატების ინიციატივის არსი იმაში იყო, რომ ფედერალური სტრუქტურები დოგმებისგან გაეთავისუფლებინა და უთანასწორო ბარიერები მოეხსნა. ეს მიდგომა დონალდ ტრამპის გუნდის სამიზნე იყო თეთრ სახლში მოსვლამდეც და მას შემდეგაც. გასულ კვირას მათ პროგრამა გააუქმეს და თანამშრომლებიც დაითხოვეს სოლიდური კომპენსაციებით. რესპუბლიკელების არგუმენტი კი ის იყო, რომ პროგრამა რეალურად იმ ადამიანების დისკრიმინაციას ახდენს, რომლებსაც უკეთესი კომპეტენცია ჰქონდათ საქმის შესასრულებლად. ვაშინგტონში მომხდარი ავიაკატასტროფის ირგვლივ გამოძიება გრძელდება. ცნობილია 67-ვე გარდაცვლილის ვინაობა, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. უკვე ამოღებულია შავი ყუთებიც, რომლის დამუშავებასაც ექსპერტები მალე შეუდგებიან. როგორც ნებისმიერი გამოძიებისას ჩვენ ვაკვირდებით როგორც ადამიანური შეცდომის შესაძლებლობას, ისე მექანიზმს და გარემო ფაქტორებს. ესაა საყოველთაო სტანდარტი. ჩვენ ძალიან ფრთხილად მივუდგებით საკითხს, რაც შეეხება გამოძიების პარალელურად არსებულ სპეკულაციებს. ამას ხშირად ვისმენთ ხოლმე. ჩვენ შევხედავთ მხოლოდ ფაქტებს და ამას დრო დასჭირდება. ავიაკატასტროფა ვაშინგტონში მდინარე პოტომაკის თავზე 30 იანვარს მოხდა. ერთმანეთს სამხედრო ვერტმფრენი და სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა. კატასტროფა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან დამატებითი ცვლილებების საბაბი გახდა ამჯერად საავიაციო პოლიტიკაში. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ინკლუზიურობის პროგრამას საავიაციო სფეროშიც აუქმებს.